გიბრუნდებით ძვირფასო ტელემაყურებლებო კროკობეთ დიდიათის გათამაშებით. კონკრეტულად კი მე-16 ტურით, სადაც ლელო უპირისპირდება ყოჩებს ლელო არენაზე და ანგარიში არის საყაიმო 10-10. ძალიან საინტერესო თამაშია თავისი მნიშვნელობით, თქვით ის რომ ბოლნისის ყოჩებს აუცილებლად მოგება ჭირდება იმისთვის რომ დარჩენაზე იფიქროს კროკობეთ დიდიათის ჩემპიონატში, ხოლო ლელომ უნდა დაიწყოს, უნდა მოიგოს დღევანდელი თამაში, რათა უფრო რეალური იყოს ზედა 6-ში შესვლის შანსი მათთვის. ამიტომ ორივე გუნდს სჭირდება მოგება და ნახოთ საბოლოო ჯამში ვინ დარჩება გამარჯვებული. დღეს როგორც პირველ ტაიმი, ასევე მეორე ტაიმში ირაკლი ბაღათურია და ლუკა კილასონია ვიქნებით თქვენთან ერთად. დიახ. დერეფანი აქ მქონდა ლელოს აქ წინ თამაში, თუმცა ხუროშვილი დააბრუნებს სავარაუდოდ თუ ბურთი ვერ აიღეს ლელოელებმა. კარგად ინადირა ძალიან ჟორა მღებრიშვილმა, თუმცა ბოლო მომენტში ბურთი წინ გადაუვარდა. შერკინებით უნდა განახლდეს ახლა თამაში. შეგახსენებთ იმასაც, რომ დღეს უკვე გაიმართა ერთი თამაში, სადაც არმიამ შეძლო და დაამარცხა ხარები 42-ით 20, ასევე გაიმართა მეორე თამაში, რომელიც 3-ზე დაიწყო ქუთაისში აიასა და ანგარის სარგეთხვით. არის შორის ანგარის სარგეთხვით, იმიტომ რომ 6 საათზე რელაივი გვექნება სწორედ ქუთაისური დერბის და ესეთი დარწმუნებული ვარ, რომ იქ ძალიან კარგი თამაში იქნებოდა გაჩაღებული, ასე რომ 6 საათზე ყველას გელოდებით ტელეეკრანებთან, ხოლო ეხლა კი მივყვეთ ჩვენ თამაშს ლევან გოგოლაშვილის ძლიერი დარტყმული მეტოქის ნახევარზე, რომელმაც მონახა ცარიელი სივრცე, თუმცა სახელაშვილი ძალიან კარგი იყო ამ სიტუაციაში. ქევხიშვილი, რომლის ძლიერი მხარიც რა თქმა უნდა თავისი ნახევრიდან წამოღება და ესეთი სოლო რეიდებია. კარგი თამაში ლელოელების, კარგად წაიწია წინ ხუროშვილმა. გამტანის პოზიციაზე ხუციშვილი მივიდა, მარჯვნივ ქოიავა, იქვე დარტყმაზე შეიყვანა კენჭაძე. და არ გადაგორების გამო ჯარიმდება ყოჩები. ნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს. კარში უნდა დაარტყას ახლა პეტრე ხუციშვილმა იმ ლოგიკიდან გამომდინარე, რასაც ლელო ანვითარებდა თამაშის დაწყებიდანვე, ამიტომ სწორად ვივარაუდეთ, კარში მიანიშნა ხუციშვილმა. ელდარ პატარაია შეუცვლიათ ბოლნისის ყოჩებს და მის მაგივრად გაგა გორგასლიძე შემოვიდა. ლელოს რიგებში კი ჯერჯერობით არც ერთი ცვლილება არ გვაქვს. ყველა მოთამაშე მწყობშია და აგრძელებს თამაშს. ეს კი საინტერესოა ლუკა ერთი კითხვა, როდესაც დამტყმელი არ ტყავს ჩვენ ჩემპიონატში შემოვიდა 60 წამის წესი, ხომ და საჯთან აქვს კომუნიკაცია დამტყმელს ამ სიტუაციაზე. საერთაშორისო ზონაზე აუცილებლობაა რომ დარტყმის წამზომი ყველასთვის სვანათელი იყოს და რაღაცნაირი ეკრანი ეყენოს მოედანზე, ჩვენ შემთხვევაში მსვაჯები თვლიან. და ბოლო 10 წამს ეუბნებიან რომ ამდენი დაგჭა. თუმცა ამასთვის გაუქმებული დათქმა მე მგონი ჩემპიონატში მხოლოდ ერთი მახსოვს. მე მგონი ამაში კი, ერთხელ გაუქმეს ანიკამ თუ არ ვწდების. მეც მახსოვს. მაგრამ ისეთ წესია რა, აჩქარებს უბრალოდ მოვლენებს და მეტი არაფერი. რაც მნიშვნელოვანია კი თითოეული წამი რაგბიში რაგბის მესვეურები დაინტერესებულები არიან იმით, რომ გაიზარდოს სუფთა სათამაშო დრო და ამისთვის ყველაფერს მეტი ბურთაობა შესთავაზოს მაყურებელს.
პეტრე ხუციშვილის დარტყმა კი ზუსტი იყო და ანგარიში ხდება 13-10 ჯერჯერობით ახალგაზრდა მგეზავი 100%-იანი სიზუსტით ურტყავს, მის ანგარიშზე არის 8 ქულა. მისი ვიზავის ანგარიშზე კი 5 ქულა მალაღურაძემ 1 გარდასახვა და 1 ჯარიმა შეასრულა. სწორად ახლა ვნახოთ მალაღურაძის ბურთის თამაშის შეყვანა, რამდენად კარგად მოახერხებს ის კარგი დარტყმული, თუმცა კიდეზე გადავიდა პირდაპირ, რაც ნიშნავს იმას, რომ აქედან ორი არჩევანი ექნებათ, არჩევანი ნომერი 1 შეიძლება იყოს ცენტრიდან დერეფანი, ნომერი 2 კი ცენტრიდან შერკინება. მესამე არ დაგავიწყდეს. მესამე გათამაშება. არა, გამეორება. აი რატო დამოვიწყდა? იმიტომ რომ არავინ არასოდეს არაკეთებს ხოლმე რომ კი გავამეოროთ. მე ჩემს სანაკმო ისტორიაში მხოლოდ ერთხელ მახსოვს, მაშინ ნუგზარ მალაღურაძე იყო ყოჩებისწვენი და მოწინააღმდეგენ ვერ შეასრულა და გარედან დაუკვირა რომ გაამეორებინეთო და გაამეორებინეს ბიჭებმა სხვათა შორის. ერთადერთი ეგ მახსოვს. საინტერესოა. ხუროშვილი, რომელიც მაღალი დარტყმისთვის ემზადება, საკმაოდ კარგი წნეხი. თუმცა წაიკითხა რა მათიაშვილმა ის რომ ბურთი გადადიოდა, მეორე ის რომ კვენეტაძეს დაკარგული ქონდა ბურთი და პირდაპირ მათიაშვილს უყურებდა, ბოჭვაზე იყო მთლიანად მომართული. გამოჩნდა სპანდერაშვილი, რომელიც 20 წლამდელთა ნაკრების წევრია 9 ნომრის პოზიციაზე. ცენტრის ხაზიდან იქნება ყოჩების დერეფანი. დერეფანში ბურთს გამოცდილი კვაჭი საქართველოს ნაკრების ცენტურიონი შალვა მამუკაშვილი შეასრულებს, ის შავი ლომის ღირსებას კი დღემდე იცავს. ოცი ნომრით ნიკა აბესაძე შემოვიდა, ის გეხსომებათ ალბათ ვინც უყურეთ 20 წლამდელთა დაპირისპირებებს სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ, სწორედ ის მესამე ხაზში თამაშობდა და იცავდა საქართველოს ნაკრების ღირსებას, ის კი ლელოს აღზრდილია, ახალგაზრდა საკმაოდ პერსპექტიული მესამე ხაზელი აბესაძე. ბერსენაძე ძალიან კარგად შეაჩერეს, აღარ იყო საჭირო მათიაშვილის შესვლა და პერანიძე ახლა მაღალი დარტყმით გამოვა ცენტრიდან. საბრძოლო დარტყმა ჰაერში ყოჩებმა იყო ჩაღეს, კერძოდ მათიაშვილი იყო თორცდების ოსო, კი ბურთი რჩებათ. პერანიძე მარცხნივ გადის, მალაღურაძე წნეხშია და ფეხით მოუწევს თამაში და იქ წარიელია სივრცე, ფანტასტიკური შესრულება ყოჩების და გუშარაშვილის ფანტასტიკური ლელო ასევე რომელმაც კლასის ლელო შეგვიძლია დავარქვათ. ნუ აქ ძალიან ეს არის არიან მოთამაშეები, რომლებიც ხედავენ მარტივ დეტალებს თამაში და შემდეგ ამ დეტალებს იყენებენ. მალაღურაძემ დაინახა, რომ ლელომ ძალიან სწრაფად ამოწია დაცვის ხაზი, რამაც გააჩინა უკანა ხაზში სივრცეები, გადაუკიდა ფეხი, გუშარაშვილმა ძალიან კარგად ითამაშა და შემდეგ უკვე პეტრე ხუციშვილი ცდილობდა თავდაუზოგავად ბოჭვის გაკეთებას, თუმცა მხოლოდ ის მოახერხა, რომ მიწისკენ წავიდა გუშარაშვილი, თუმცა მას ეყო მანძილი და საბოლოო ეს ნახტომი ლელოში აღმოჩნდა. ანგარიში ხდება 15-13, ყოჩები ორქულიანი უპირატესობით გადის წინ. ახლა შეუძლია მალაღურაძემ 4 ქულამდე გაზარდოს თავისი გუნდის უპირატესობა. მალაღურაძის დარტყმული, რომელიც ცდება და ანგარიში რჩება 15-13. ხო, ურთულესი კუთხიდან ქონდა ლაშას დარტყმა, ახლა თუმცა ეპიზოდის გმირი მაინც ის არის, სწორედ მისი ფეხით გადაკიდებული ბურთის შემდეგ გაიტანა ლელო ყოჩებმა.
შეგახსენოთ, რომ ყოჩებსა და ტაოს შორის ჩამორჩენა არის 9 ქულა, ხოლო ყოჩებსა და ყაზბეგს შორის ჩამორჩენა არის 12 ქულა. ამიტომ უახლოესი მდევარი სწორედ სამცხე-ჯავახეთის ტაოა, ამიტომ რა თქმა უნდა, მათ უმიზნებენ ყოჩები, რომ სწორედ ისინი ჩაანაცვლონ. თუმცა თავის მხრივ ტაოც რა თქმა უნდა მობილიზებულია და იბრძვის დასარჩენად. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ხვალ არის ასპინძაში ტაოსა და ბათუმს შორის დაპირისპირება და ბათუმს მოგება სჭირდება იმისთვის, რომ მიუახლოვდეს პირველსა და მეორე ადგილზე მყოფ ქუთაისურ გუნდებს. კარგი საინტერესოა რა. დაქნევის გამო როგორც ჩანს. ჰუკერი კვაჭის დაქნევის გამო მეც 2 ანახა და სავარაუდოდ 4 მოძრაობაზე იყო აქცენტი. მალაღურაძის ძლიერი დარტყმული, რომელსაც სოსო მათიაშვილი ძალიან აქტიურად და სწრაფად მიყვება. საბოლოო ჯამში ჩაუვარდათ ბურთი ლელოს უკანა ხაზელებს ქევხიშვილი ფეხით შეაცურა და ამ ბურთს ისევ და ისევ მალაღურაძე ხვდება, რომელიც ძლიერად გამოდის თავისი ნახევრიდან. სახელაშვილი, ხუციშვილი, კვენეტაძე მოდის მარჯვნივ, არის სივრცე და აი აქ არც თუ ისე კარგი გადაცემა იყო და ქოიამ ვეღარ შეიმაგრა ბურთი. პერანიძე, რომელიც მოდის, კარგი შეცურება, ბურთზე თამაშობს პერანიძემ ფანტასტიკურად ითამაშა, ბურთელი გაუშვა ბოჭვის დროს და შემდეგ წამოდგა და აი მერე უკვე ვეღარ შეელია. და ჯარიმა პეტრე ხუციშვილი ახლა გადავა მეტოქის ნახევარზე, თითქოს ყველაფერი კარგად გააკეთეს ყოჩების მორაგბეებმა, თუმცა ბოლო მომენტში გადაყრაში ვეღარ იბარგა პერანიძემ და თუმცა არც მისი პირდაპირ მოვალეობა არ არის რაქის გასუფთავება. რთულია რა თქმა უნდა 9 ნომერი, როდესაც რაქში გასასუფთავებლად შედის. ამასობაში ჯაბა ბრეგვაძე შემოსულა მოედანზე შალვა მამუკაშვილის ნაცვლად. ნიკოლოზ რეხვიაშვილი შემოვიდა ლევან გოგოლაშვილის მაგივრად. სწრაფშერკინებაზე გააკეთეს აქცენტი. ვაჟა მაისურაძე ძალიან კარგი იყო ჰაერში, მოლის დაყენების მცდელობა მოინაცვლა ღერძი, თუმცა ჯარიმის უპირატესობა გადაცოცების გამო. რაც ლაღად თამაშის საშუალებას აძლევს ლელოს. კარგი თამაში მარჯვნივ, ისევ მარჯვნივ, ხუროშვილი ბაგრატ მეტრეველის დარტყმული ცენტრში, თუმცა ძვირფასი წამები მოიგეს. და აბესაძე, რომელიც ამ ეპიზოდში თითქოს დაეუფლა, თუმცა არ გამოურიცხავრო, კარში დაარტყას აქედან ხუციშვილმა დიდი ალბათობით, რადგან 3 ქულა ყოფნის ლელოს იმისთვის, რომ წინ გავიდეს, თუმცა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ძალიან კარგი მოლი აქვს ლელოს, საწყის მეტრებს ადულად იგებს და შეიძლება აუჩი თამაშიც. საკმაოდ ხელსაყრელი წერტილი პეტრეს იმისთვის, რომ წინ გაიყვანოს თავისი გუნდი, მართალია მხოლოდ ერთი გულით, მაგრამ წინ იქნებიან. თამაშზე ყველა ქულას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება. დარტყმული ზუსტია და ანგარიში ხდება 16-15 მასპინძლების სასარგებლოდ. ლაშა მალაღურაძე კვლავ რომელიც შეიყვანს ბურთს თამაშში.
და კარგი დარტყმული გამოვიდა. დაეცა მოედანს და შემდეგ გადავიდა. კარგი დერეფანი ძალიან, კენჭაძემ მოიგო ორი ხელით ბურთი და გადავიდა თამაში მოლში ძალიან უჭირს შეჩერება. გააჭრეს ხაზი ამასობაში ლელოელებმა ფეხით სწორად თამაშია. წინ გაიმართა დოღი და ვინ მიასწრებს გოგოლაშვილი მივიდა პირველ ბურთზე, თუმცა იქ კარგი ბოჭვა გააკეთა ძალიან და ეპიზოდის გმირი გაგა ქევხიშვილი. ნახოთ გარდასახვას პეტრე ხუციშვილი გაიტანს თუ არა, თუ გაიტანს, კიდევ ორი ქულით დააწინაურებს ლელოს არასენს. ხუციშვილის დარტყმული ზუსტია 100%-იან შედეგზეა ლელოს მგეზავი და ანგარიში ხდება 23-15 8 ქულიანი უპირატესობა, რაც უკვე იმას ნიშნავს, რომ ერთი გარდასახული ლელო აღარ ეყოფა ბოლნისის ყოჩებს წინ გასვლისთვის. ლაშა მალაღურაძე ძლიერი დარტყმulis სანდრო ქოიავა თამაშობს ბურთზეს, ძალიან დამაჯერებელია ლელოელების კაპიტანი ხუროშვილთან გამოვიდა, რომელმაც მოიპარა და წამოიღო თავად მარჯვნივ ძალიან დიდი მიყვება არ უნდა ეხა მიეცა მე მგონი, მაგრამ კარგად გრძელდება შეტევა ლელოელების მაინც ცოტა უზუსტო გადაცემა, რომელმაც შეანელა შეტევა ლელოსი, ვნახოთ რას მოიმოქმედებენ. წინ ძლიერად მიიწევს ისევ ქევხიშვილი. აქ ჩარტყმა იყო მე მგონი ბურთზე, სწორედ ამიტომაც ვითელი ბარათი ძალით ბურთის წინ გადამოსროლაზე კი რადგან ხელის ჩარტყმაზე. ნიკოლოზ რეხვიაშვილს, რომელსაც არც თუ ისე კარგი სეზონი აქვს, არ არის ხშირად ის ყოჩების შემადგენლობაში და ეხლა ძალიან უხეში შეცდომა დაუშვა. ყვითელი ბარათი, რაც ნიშნავს, რომ მორიგი შემდგომი 10 წუთი კაცნაკულები იქნებიან, თან გავითვალისწინოთ ის, რომ პეტრე ხუციშვილი დღეს ძალიან კარგად ურტყავს. და ანგარიშის გაზდის საშუალება იქნება 11 ქულამდე, რაც უკვე ესეთ თამაში საკმაოდ სოლიდურია. დარტყმა არაზუსტია, ამიტომ 23-15 რჩება. პირველი გაფუჭებული დარტყმული პეტრე ხუციშვილის მხრიდან რა ხდება? შეცვლა? კი. შეგ წამალაძე შემოდის.
რომელიც თუ არ ვცდები ალიგის. ანუ ახალგაზრდა პირველ ხაზელია საკმაოდ წამალაძე. მაღალი აბრაგანი ლელოელებმა წამალაიძე უკაცრავად მაშინ. სოსო მათიაშვილი კი ჰაერში საკმაოდ დამაჯერებელია. პერანიძე ცოტა უფრო ჩქარა თამაში მართებს. ყოჩების 9 ნომერს დარტყმული კი შეტანილი იყო და დარტყმის ადგილზე იქნება დერეფანი. 20 წუთი დარჩენილი კიდე თამაშის დასრულებამდე. ხო დღეს თუ მოდი რაღაც თეორიები შევიმუშაოთ ვინ სადრჩება და როგორც გითხარით 9 ქულიანია სხვაობა თუ დღეს ყოჩები დამარცხდა 9 ქულის თეორიულად ამოღება შეიძლება ორ თამაში თუნდაც ორი თამაში რომ ბონუსით მოიგო თუმცა მე ტაომ ვერც ერთი თამაში ვერ უნდა მოიგოს და ბონუს ქულებიც ვერ უნდა მოიპოვოს სამცხე ჯავახეთის ტაომ ასე რომ ესეთი ხვალინდელ თამაშებს უნდა დაველოდოთ ტაო როგორ ითამაშებს ბათუმთან და რა თქმა უნდა ეს დღევანდელი თამაშიც ის დიდ სურათს უკვე დაგვანახებს სწრაფი დარტყმა განახორციელა ლაშა მალაღურაძემ, რომელიც გადადის კიდეზე, კი დატოვა მოედნის ფარგლები, თუმცა ლელოს დერეფანი უნდა იყოს წესით. ხო? კი, სანტიმეტრები არა, მაგრამ დაახლოებით 2-3 მეტრი დააკლდა. მალაღურაძეს იმისთვის, რომ პირდაპირ კიდეზე გადასულიყო. კენჭაძე, მაისურაძე, კარგი თამაში ძალიან. მაისურაძის მოლის დაყენება. ახალგაზრდა პირველ ხაზელის ესეთი შეცდომა. დღეს ლელომ მოლში ძალიან დაჩაგრა ყოჩები. ან წინ მიდის, ან კიდე ჯარიმის უპირატესობით მთავრდება მოლები და აი ამის ხარჯზეც საკმაოდ კარგი უპირატესობა გაუკეთა მეტოქის. სახელაშვილის ძლიერი დარტყმული, თუმცა ვერ გადავიტანა. ყოჩების კარგი იყო ძალიან ჰაერში მათიაშვილი როგორი კარგი ამოგდება პერანიძემ გადაიკიდა ბურთი წინ და წესით ბურთი აუხდება და ლელო რა კაი ლელოებს დღეს ყოჩები ორი შესანიშნავი ლელო აი სწორედ ესეთ კრეატიულ თამაში უპირატესობა აქვს ყოჩებს ლელო უფრო ამ სისტემურ რაგბით თამაშობს და აი ესეთი კრეატიული გადახრები არც თუ ისე ბევრი აქვს თუმცა ჯერჯერობით ანგარიში მაინც ლელოს უპირატესობით არის 23-20 და ვნახოთ როგორი იქნება მალაღურაძის დარტყმა რთული სავარაუდოა რომ მან გააცუდოს აქედან ძალიან დაძაბული და მაგარი თამაშია ასე იქნება უკვე ეს ბოლო 3 ტური მაქსიმალურად იძაბება სიტუაცია ჩვენს ჩემპიონატში დარტყმული ზუსტია ანგარიში ხდება 23-22 კვლავ მინიმალურია ლელუელთა უპირატესობა მატჩის 64 წუთზე რაღაცა სიჩუმეა სტადიონზე უფრო როგორც წესი ლელოს თავის სტადიონზე ბევრი ჯივილხივილი ისმის ხოლმე თან ესეთი ტრადიციული დაპირისპირება თბილისური ყოჩები და ლელო თუ გახსოვთ შარშან ფინალში გასასვლელი ძალიან ძიმე შეხვედრა იყო რომელიც დამატებით დროში გადავიდა და იქ უკვე შეძლო ლელომ და მოიგო ის თამაში ეს კი პერანიძე წინა მომენტის ავტორი დამაგვირგვინებელი ხოლო ეს მომენტის შემქმნელი სოსო მათიაშვილი მოკლედ სრულ დრამატიზმამდე მივა მე მგონი დღევანდელი შეხვედრა. ბოლო 15 წუთი და თან აღნიშნოთ ის რომ კაცნაკლებმა შეძლეს და დადეს ლელო ყოჩებმა
აი ეს კი შანსი ლელოს, რადგან როგორც გითხარით, მათი დერეფნები მეტწილად მთავრდება კარგი მოლით. კარგი თამაში, თუმცა ცოტა დააკლდა ქოიავას, რომ ბურთზე ეთამაშა კარგად. თავარდქილაძე ახლა შემოსული, შევიდა შიგნით. და კარგი დარტყმობით ფეხით. იყო 50-22. არა, 50-22, მე მგონი არ იყო. უბრალოდ მოედანი მოიგო პერანიძემ, მე მგონი. მაგრამ ბევრიც არ დააკლდა. შოთა ხელაძე ის ასევე ახალგაზრდული ნაკრების წევრი, რომელმაც ითამაშა სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ. დავით ხუროშვილი დააგრძელა არაკი და პირდაპირ კიდეზე გადავიდა. ჭაბა ბრეგვაძე პირველკაძე აგდებული ბურთი ორი ხელი ძალიან კარგად მოიგეს და შემდეგ უკვე ჭაბას წინ უვარდება. იყო და ვერ აიღო კარგად ჭაბა. ცოტა დაფარულად მისცა ჟორამაც პატარა გაუგებრობა გუნდელებს შორის, თუმცა ჩანაფიქრი საკმაოდ კარგი იყო ყოჩების მორკინალების შესრულებით. შერკინება გამოვიდა ბურთი 8 ნომრის ფეხთან ხუროშვილი, ხუციშვილი, ისევ ხუროშვილი და ძლიერი დარტყმით გადადის მეტოქის ნახევარზე ზურგში, რომელსაც საკმაოდ კარგი წნეხი დაადეს. შევიდა ჩათვლის მოედანში და ლელოს მოედანში მოიპოვებს, რადგან იქიდან თავის განახლება მოუწევს ყოჩებს. თავის ნახევრიდან ამოვიდნენ მეტოქის ლელოში, რაც რა თქმა უნდა დიდი უპირატესობაა. თუმცა ანგარიში იმდენად მცირეა, რომ თითოეულმა მომენტმა შეიძლება გადაწყვიტოს კიდევაც მატჩის ბედი. ძლიერი დარტყმული ლაშა მალაღურაძის, რომელიც კიდეში ხუციშვილი იჭერს, ვაჟა მაისურაძე მოდის, რომელსაც ორმაგი ბოჭვა დაახვედრეს. გააკეთა და კარგი ბოჭვაც დაახვედრეს ყოჩებმა. ქოიავა, კარგია ქოიავაც დგას ფეხზე, გამოცდილი მეორე ხაზელი. ხუროშვილი. არც თუ ისე კარგი პასი იყო და წინ თამაშის უპირატესობით უტევენ ყოჩები, თეზელაშვილი. გადადის თამაში რაკში, ვაჟა მაისურაძე ძალიან კარგი იყო. გამორჩეულია ვაჟა მაისურაძე. აქვს მას შანსი შავი ლომის ღირსებაც დაიცვას. კი ბატონო. მთავარი მისთვის ნომერ პირველი არის ჩემი აზრით, რომ ჯამრთელად იყოს და დიდი ხნის განმავლობაში კონდეს ეს თამაშის საშუალება, რადგან მას ტრაუმები აწუხებს და რა თქმა უნდა ესეთი შავ ლომში სტაბილური მოთამაშეა საჭირო, რომელიც თორე მისი ფიზიკური მონაცემები, როგორც გითხარით, აღნიშნვის ღირსია. ხო აქ გადასვლამდე არასტაბილური იყო ორივე გუნდის პირველი ხაზი.
შერკინება, რომელსაც ყოჩები შეეცდება. მოიგოს ბურთი ჯერ არ შევარდნილა, წავიდა ორივე პირველი ხაზი მიწისკენ და ჯარიმა. და ლელო. ხო, იგრძნობოდა ის, რომ ყოჩები ითამაშებდა ჯარიმაზე, რადგან აი ამ წერტილიდან სუფთად მეტოქის ნახევარზე, თან კიდეზე გასვლა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. აბა ნახოთ. გადაწყვეტილებაც ასეთი უნდა. მას აქვს რეხვიაშვილს გატანილი აი ამ წერტილიდან და აი შორეული დისტანციიდან, თუმცა სტაბილურად რა თქმა უნდა ეს ვერ ურტყავს და სტაბილურად აი ამ დისტანციიდან გატანა ძალიან რთულია, მაგრამ ნახოთ ახალგაზრდა გარემარბი ასევე მოშვიდკაცია ის შვიდკაცას ეროვნულ ნაკრების ღირსებასაც იცავს და აი ეს იქნება ალბათ ერთ-ერთი ისეთი მნიშვნელოვანი მომენტი დღევანდელი თამაშის. დარტყმა, რომელიც ზუსტია, შესანიშნავად ითამაშა ნიკოლოზ რეხვიაშვილმა მატჩის 72 წუთზე შორეული ჯარიმით წინ გადიან ბოლნისის ყოჩების მოთამაშეები და ანგარიში ხდება 25-3. რა თქმა უნდა დამთავრებული არაფერი არ არის, იმიტომ რომ ერთი ჯარიმაც უკვე ერთ ჯარიმასაც შეუძლია თამაშის ბედის შეცვლა და თამაშის დასრულებამდე არის დაახლოებით 8 წუთი. მოთამაშეების რაოდენობა გათანაბრებულია მოედანზე და ახლა იზღა დაგვრჩენია დაუტკბეთ ბოლო 9-10 წუთით. იმედია საჯის-მაჯის საათი და ჩვენი ტელეეკრანის საათიც ემთხვევა ერთმანეთს. პერანიძე, რომელიც თამაშობს მალაღურაძეზე და მალაღურაძის ძლიერი დარტყმული მეტოქის ნახევარზე სახელაშვილი მოდის მაღალ სისწრაფეში, საკმაოდ პირველი მცველი. გაცდა ყველას და ყველაფერს. ბოჭვა უნდა გააკეთოთ ბიჭებო. კარგი იყო ძალიან სახელაშვილი, შეატრიალეს შეტევის მიმართულება, ბაგრატ მეტრეველი აუჩქარა. ჯაბა ბრეგვაძემ ითამაშა კარგად, ძალიან მიუახლოვდნენ ლელუელები. ურთაშვილი პეტრე ხუციშვილი მორკინალებს ეძახის, რადგან ჩათრეულია მათი 9 ნომერი. მაღლა გაჭედვის მცდელობა, თუმცა ბურთი ჩანს. ისე ურთაშვილი, ხუროშვილი ძალიან ახლოს ურტყავენ. რაკთან ლელუელები კიდე წინ მიდიან, ძალიან ცოტა აკლია ლელოს ლელომდე. და სტრესულ მდგომარეობაშია ყოჩები, რადგან აქ თან წესებიც უნდა დაიცვან, თან ესეთი ძლიერი შეტევებიც უნდა დაიცვან, მოკლედ ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. ბურთს ჯერჯერობით ლელო ინარჩუნებს. აქ კრიტიკულად მნიშვნელოვანია თამაშგარის წესის დაცვა. პეტრე ხუციშვილი მარცხნივ გაიშალა შეტევა, სახელაშვილი რომლის შებოჭვაც მოახერხა რანი ფხალაძემ. აი აქ უკვე კონტრაქის მცდელობა, თუმცა არა შეინარჩუნეს. შეინარჩუნეს კი ძალიან კარგად ლელუელებმა. ლევან ბაჩილავას მიძალება. კარგად წაიღო ბაჩილავამ. აქაც როგორი თავდადებით იცავს თავს ყოჩები და ასევე ძალიან კარგად უტევს ლელო მარჯვნივ. გრძელი პასი რეხვიაშვილი, ცრუ მოძრაობა, თუმცა შეძლო და რეხვიაშვილმა შეაჩერა საბა არჩვაძე. მაღლა შეაჩერა თან. ისევ ხუროშვილი. თან ყოჩების ძახილი ისმის მოედნიდან. ცოტა გასაკვირია ლელოს საშინაო არენაზე. როგორც ჩანს, მრავლად არის მაყურებელი, მარცხნივ გაიშალა შეტევა, ბაჩილავა რა კარგად შემოვიდა მეორე ხაზელი და ჩავარდნა.
რა მაგარ შეტევებს უყურეთ. გაუძლო ძალიან კარგად დაცვაში ყოჩებმა. თან ბურთიც გადააგდეს მე ლელოელებმა და კიდევ 10 მეტრით წაიწია წინ ჯარი. თან საინტერესო იყო რომ ლელოც კარგად აკონტროლებდა ბურთს. მაგარი თამაში ძალიან. საინტერესოა რა მოხდა აქ. სამწუხაროდ საჯის ხმა არ შემოდის ჩვენთან და ცოტა გვიჭირს. ლევან ბაჩილავას როგორც ჩანს როცა ტრავმა შეაწუხა, ხო? ბაჩილავამ წყობშია, მე მგონი ნოდია გადის მოედნიდან და მის მაგივრად წესით და რიგით ზურა ფრუიძე უნდა შემოვიდეს, რადგან სწორედ ის არის 20 ნომრად მოედანზე. თამაშის დასრულებამდე ეკრანზე არსებული დროით დაახლოებით 5 წუთია, ხოლო ოქმში 6-7 წუთი რჩება თამაშის დასრულებამდე. გადავიდნენ კიდეზე ოჩიმორაგბეები, მთავარია დერეფანი მოიგო. ანუ ერთი რაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისეთი დარტყმები ყოჩების მხრიდან, რომელსაც წნეხს ვერ ადებენ, ძალიან მძიმედ უჯდებათ, რადგან ლელოს უკანა ხაზელებს ძალიან კარგად მოაქვთ ბურთი. აი ეს წინა ეპიზოდით სწორედ აი ასე დაიწყო ლუკა სახელაშვილმა, ასე რომ თუ უნდა გადასვლა ყოჩებს მეტოქის ნახევარზე, ეს ყველაფერი ისე უნდა გააკეთოს, რომ წნეხი დაადოს მეტოქს. არა, მოწოდება კი. ახალი წესებით კი არ ითვლება თუ მოწინააღმდეგე არ აგიხდა, მაგრამ აქ ლელო ითამაშა ბურთზე და ამიტომ გადაეცემათ მათ. ამ დროსაც არჩევანია სხვათა შორის შერკინება ან დერეფანი და მე თუ მკითხავ ჭკვიანურად მოიქცენ ლელოელები რომ დერეფანი აირჩიეს. ხო, ну შერკინებაში არც აქვთ ისეთი უპირატესობა, აი აქ ახტომის იმიტაცია გააკეთეს. მაგრამ ბურთი სად არის? ჟორამ ღებრიშვილი პირდაპირ ბურთიან კაცზე იყო ჩამჯდარი და ჰქონდა მას ამის უფლება. ხელებო ბოჭვას თითქოს გავდა, თუმცა შემდეგ თეზელაშვილმა მიახმარა ხელი. გური ბრძოლაა. მარცხნივ კარგი მიძალება ძალიან და ბურთზე ჩავიდა ერთბაშად ორი მორაგბე. თუმცა დაამოახერხეს და ძირს დააწვინეს ლელოელებმა მოწინააღმდეგეები და ამიტომ ბურთი დაიტოვეს თვითონ. მორიგი მიძალება ყაჩლავაშვილი დაქნევა და თავად შედის ინტერვალში და ზურა ფრუიძე, რომელმაც ამოიღო ალბათ ერთ-ერთი ისეთი გადამწყვეტ მომენტში ბურთი იქ ვერ მოუწონებ ახალგაზრდა ნახევარმცველ მიხეილ ყაჩლავაშვილს გადაწყვეტილებას, რადგან იქ წავიდა, სადაც ყველაზე მეტი მორკინალი იყო ლელოსი და ბოლნისის ყოჩების და რა თქმა უნდა მათ უკვე ბურთზე ნადირობა აღარ გაუჭირდებოდათ. ლაშა მალაღურაძე კი უმიზნებს კიდეს. დარტყმული საკმაოდ კარგია, მეტოქის 10 მეტრიან წყვეტილ ხაზამდე ამოდიან ყოჩების მორაგბეები და ახლა იქნება დერეფანი, რომელსაც ყოჩების კვაჭი ჯაბა ბრეგვაძე შემოაგდებს. უმნიშვნელოვანესი დერეფანი, რომელიც უნდა მოიგოს. ჯაბა ბრეგვაძე ძალიან ცუდად შეთანხმებული მოქმედება არ იყო და იქ უკვე წინ თამაში დაფიქსირდა შემდეგ თუ არ ვწდები ნიკოლოზ აფციაურზე. ეს შერკინებაც მნიშვნელოვანი. რა მიყვარს დაძაბული
დასასრულები თამაშის. ეხობა. თან ყველა წნეხშია ამ დროს როგორც ერთი ასევე მეორე გუნდი და მთავარი მსაჯიც რა თქმა უნდა. კი, ურთულესია. ურთულესია ვნახოთ აი ამ წნეხს როგორ გაუძლებენ გუნდები და როგორ გაუძლებს ბატონი სულხან ჩიხლაძე. ბოლო წამები თამაშისა. სტაბილური შერკინება საკმაოდ პერანიძე ვაი, ძალიან არაზუსტი გადაცემა და წინ თამაში რომელსაც ფურცხვანიძე ცდება და თუმცა პასიც არც თუ ისე კარგი იყო აღნიშნოთ. ლელო თავის ნახევარზეა აქედან რომც მოიპოვონ ჯარიმა ძალიან გაუჭირდებათ კარში დარტყმა, რადგან საკმაოდ დაღლილია პეტრე ხუციშვილი. საწყისი წუთები რო იყოს, კიდე შეიძლება ამ მანძილიდან ჯარიმის გატანა, თუმცა თამაშის მიწურულს ძალიან რთულია. შეცვლა დავით ქუნთელია დაბრუნდება და ნიკოლოზ აფციაური გადის მოედნიდან. აქედან გავიდა ასევე წამალაიძე და მის მაგივად პატარაია შემოვიდა როგორც ჩანს. ახლა გვექნება ურთაშვილის და პატარაიას დუელი და იქით გორგასლიძე ქუნთელია. ორივე გუნდმა შეცვლილი კვაჭი დააბრუნა მოედანზე პატარაიასა და ქუნთელიას სახით, ხოლო წამალაიძე და აფციაური გავიდნენ მოედნიდან. როგორც ჩანს, მათ მცირე დაზიანებები მიიღეს. ძალიან მნიშვნელოვანი შერკინება. სწრაფად არჩიეს ბურთი გაეტანათ ლელოელებს და მარჯვნივ არც თუ ისე დიდ სივრცეში უტევენ. გაგა ქევხიშვილი, ნუ ბრწყინვალე არის ფრთის მოთამაშე, ესეთ მოკლე მონაკვეთში შეუულია მეტოქეზე დომინირება. აუ, გადაუვარდათ. თუმცა მაგარი კონტაქტი იყო ბაჩილავას მხრიდან, საინტერესოა არის თუ არა გასული დრო და როგორც ჩანს, დრო გასულია ანგარიში 23-ით 25 იმარჯვებს ბოლნისის ხოჩები და ინარჩუნებს შანს დარჩეს კროკობეთ დიდიათის ჩემპიონატში. გამარჯვების შემდეგ 4 ქულას მიიღებენ ყოჩების მორაგბეები, ყოჩები და 19 ქულა დაუგროვდებათ, რაც უკვე 5 ქულამდე ამცირებს სხვაობას უახლოეს მდევარ ტაოსთან, რომელსაც თავისი თამაში ექნება ხვალ ბათუმის წინააღმდეგ. შეგახსენებთ, ბათუმსაც გამარჯვება სჭირდება იმ თამაშში. ჩვენ კიდე ამ ძალიან მაგარი თამაშით უნდა დაგემშვიდობოთ, ვისიამოვნე მე პირადად დარწმუნებული ვარ, რომ მაყურებელმაც ისიამოვნა და 6 საათზე ვბრუნდებით ქუთაისური დერბის რელაივით, რომელიც ვფიქრობ ასევე ძალიან მაგარი თამაში იქნება. ნამდვილად. დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან. დროებით. კარგად წანდებოდეთ.